მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 21. მიწისძვრის ეპიცენტრიდან გრუნტში ვრცელდება როგორც განივი, ასევე გრძივი ტალღაო. განივი ტალღის გავრცელების სიჩქარეა 4 კილომეტრ/წამი, ხოლო გრძივის 6 კილომეტრ/წამიო. კარგით, მოდი ჩავწეროთ მოცემულობა. რა გვაქვს მოცემული? მოცემული გვაქვს, რომ განივი ტალღის განივი ტალღის სიჩქარე არისო 4 კილომეტრ/წამიო. ხო? 4 კილომეტრ/წამი. გრძივი ტალღის სიჩქარე გრძივი ტალღის სიჩქარე არისო 6 კილომეტრ/წამი, 6 კილომეტრ/წამიო. და სეისმურ სადგურში განივი ტალღა დაფიქსირდა 30 წამის დაგვიანებით გრძივთან შედარებითო. ხო, ეხლა თუ პირობითად T გრძივი ტალღის დროს აღნიშნავთ, რა დროშიც დაფიქსირდა სადგურში გრძივი ტალღის სიგნალი, გრძივი ტალღის სიგნალი აღნიშნავთ T-ი, გამომდინარე იქიდან, რომ განივი ტალღის ტალღას აქვს დაგვიანება, ხო, რა გვეუბნებიან, სეისმურ სადგურში განივი ტალღა დაფიქსირდა 30 წამით დაგვიანებითო, გრძივთან შედარებითო. შესაბამისად, თუ გრძივი დაფიქსირდა T დროში, მაშინ განივი დაფიქსირდებოდა T + 30 წამში, ხო? ასე. და გვეკითხებიან ჩვენ, რას გვეკითხებიან შევხედოთ, რა მანძილითაა დაშორებული ეპიცენტრის სადგურიდან. ელით აღნიშნოთ პირობითად ეს მანძილი. და ეხლა პირველ შემთხვევაში გრძივი ტალღის დრო რისტოლი იქნება T გრძივი ტალღის დრო, ტოლი იქნება ელი სიგრძე, ხო? დაშორება ელი გაყოფილი სიჩქარესთან გრძივი ტალღის, რომელიც 6-ია, ასე. რაც შეეხება განივი ტალღის დროს T + 30 ჩვენ შემთხვევაში იქნება უკვე ელი შეფარდებული უკვე 4-თან, განივი ტალღის სიჩქარესთან. ხო, ახედან ეხლა მოდით პირობითად ეხლა ქვედას რო გამოვაკლოთ ზედა, რას მივიღებთ? T + 30-ს - T გვექნება, ეს ტოლი იქნება L4-ც - L6-ი, ხო? ესენი შეგვეკვეცება და რა გამოგვდის აქედან? აქედან გამოგვდის, რომ მოდი გავაერთმნიშვნელიანოთ, ბარემ. საერთო მნიშვნელი იქნება 12, ხო? 12, ზემოთ გვექნება 3L-ს - 2L-ი, ეს უდრის L12-ს, ესე იგი ჩვენ გამოგვივიდა, რომ L12 უდრის 30-ს, საიდანაც L-ისთვის მივიღებთ, რომ ტოლი არის 12 × 30 360 კილომეტრის. ასე. შესაბამისად, პასუხი იქნება E.